მოგვითხრობა მსვლელობის 5 ლოკაციიდან ერთ-ერთ მთავარ შეკრების წერტილს წარმოადგენს სწორედ სამების საკათედრო ტაძარი, სადაც ახლა ამ წუთებში არიან მოქალაქეები შეკრებილები, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ აანთეს ანთლები. ისინი ემზადებიან, რომ ცოტა ხანში უკვე დაიწყონ მსვლელობა და როგორც სხვა მსვლელობა, ასევე ესეც გაემართება უკვე ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიისკენ და იქ შეკრებილები უკვე ღამის 12 საათზე ერთად იზეიმებენ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს ადამიანები აქ შეკრებილ ადამიანებს განსაკუთრებით სჯერათ და სწამთ შობის დღევანდელი დღის დღესასწაულის სასწაულების და ფიქრობენ, რომ სწორედ მათი პროტესტის შედეგს საბოლოოდ გამოიღებს და მათი მოთხოვნა იქნება საბოლოოდ შესრულებული და ეს ადამიანები არ აპირებენ გაჩერებას, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება და ეს მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის უცვლელი, რომ ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გითხრათ პირველ რიგში ამ დღის მნიშვნელობაზე, რატომ არის აუცილებელი მოქალაქეების გარეთ გამოსვლა და რა არის თქვენი სათქმელი? პირველ რიგში დღევანდელ დღეს მიულოცავ ჩვენ პოლიტპატიმრებს, მესამე პრეზიდენტს მიულოცავ რუსეთის ტყვეს, ასევე ჩვენ ახალგაზრდებს, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში არიან და მერე მთლიანად საქართველოს ქრისტეს შობის დღესასწაულს. თავისთავად არის დიდი დღესასწაული და ჩვენ ყველა ამ დღესასწაულის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის უნდა გავერთიანდეთ და უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, სწორედ ეს მსვლელობაც კიდევ ერთი დღე არის მიძღვნილი ამ პროტესტისთვის, რომ გაერთიანდეს ეკლესიური და საპროტესტო მუხტი ერთად. კი ბატონო, აი სულ ახლა ხანს დაიწყო სწორედ მსვლელობა და მიემართებიან ეს ადამიანები ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიისკენ. თქვენ კადრში ხედავთ, მათ უკვე სანთლები აქვთ ანთებული და სწორედ ასე გაემართებიან რუსთაველისკენ, იქ სადაც უკვე 40 დღეა აქტიურად მიმდინარეობს პროტესტი და შეიძლება ითქვას, რომ უწყვეტად აპროტესტებენ ეს ადამიანები ქვეყანაში მიმდინარე ვითარებას და ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ამბობენ, იცავენ ევროპულ მომავალს და ამბობენ, რომ სწორედ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპაში და ამ ევროპული მომავლის დასაცავად იმყოფებიან სწორედ ეს ადამიანები ახლა ქუჩაში. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გითხრათ კიდევ ერთხელ თქვენი სათქმელი რა არის. ახლა მიმართებით უკვე მსვლელობით ქაშვეთისკენ, ხო? აი სანთლებით ხელში, როგორ იქნება თქვენი მსვლელობა, ეგეც გითხრათ. პირველ რიგში მოგესალმებით, გილოცავთ დღესასწაულებს. მინდა აუცილებლად ჩავამატო, რომ თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და ჩვენი სათქმელი ის არის, რომ ჯერ პირველ რიგში ჩვენს მეგობრებს ადამიანებს მიულოცოთ შობა, მიულოცოთ ახალი წელი, გავაგონოთ ჩვენი ხმა ევროპას, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი შემოგვერთდეს, ჩვენი თანამოაზრე და ვითხოვთ ახალ არჩევნებს აუცილებლად. კი ბატონო, 40 დღეა ესე აქტიურად მიმდინარეობს პროტესტი, ადამიანები გაჩერებას არ აპირებენ. ხო, ეს არის ერთგვარი მტკიცებულება იმის, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან ერთიანები, ხო? არ გავჩერდებით, სანამ ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ. ვიბრძოლებთ ბოლომდე. ბატონო, მადლობა თქვენ უსმენთ აქციის მონაწილეებს, მსვლელობის მონაწილეებს, რომლებიც მიემართებიან ქაშვეთის ტაძრისკენ. მოგესალმებით, უკაცრავად. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენც რომ გითხრათ თქვენი სათქმელი რა არის? გამოხვედით დღეს. პირველ რიგში მნიშვნელოვანი დღესასწაულია ეს. ხო, პირველ რიგში მინდა რომ მოგილოცოთ შობის დღესასწაული ყველას, თქვენს მაყურებელს მიულოცო. დიდი მადლობა თქვენ აქტიური მაუწყებლობისთვის, თავარია. და ამის გარდა სათქმელი რაც გვაქვს არის ის, რომ ხალხი არ იღლება, ეს ფაქტია და ჩვენ გვინდა რომ ყველა იმ მიზანს მივახციოთ, რაც აქამდე დავისახეთ. ჩვენი მთავარი მიზანი ამ აქციების ცნობილია ყველასთვის. პირველ რიგში თავისუფლება უნდა მიანიჭოთ ყველა პოლიტპატიმარს და შემდეგ უკვე ვითხოვთ ახალ არჩევნებს. მადლობა. მოკლედ თქვენ უსმენთ აქციის მონაწილეებს და ხედავთ კადრში თუ რა ხდება ადგილზე, რომ მიემართება უკვე მსვლელობა ქაშვეთის ტაძრისკენ და საბოლოო ლოკაცია, რა თქმა უნდა, იქნება ქაშვეთის ტაძარი, სადაც ყველა მსვლელობა საბოლოოდ გაერთიანდება და ერთად იზეიმებენ ეს ადამიანები შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და იტყვიან კიდევ ერთხელ მათ სათქმელს, მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს და ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.